დავიწყოთ გაგრით, სადაც 6 გრადუსი იქნება მოსალოდნელი და თოვლია, სოხუმში წვიმს და 5 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა. რაც შეეხება ზუგდიდს, აქაც თოვს და 3 გრადუსი შენარჩუნდება დღის განმავლობაში. აი მესტიაში -2 გრადუსია დაფიქსირებული და რა თქმა უნდა თოვლი, ფოთში წვიმაა და 5 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა. რაც შეეხება ბათუმს, აქაც წვიმს და 6 გრადუსი შენარჩუნდება დღის განმავლობაში. ოზურგეთშიც ასევე წვიმაა და 5 გრადუსამდე თბება ჰაერი. აი ქუთაისში თოვლი იქნება დღეს ნავარაუდები და 3 გრადუსი, ასევე 3 გრადუსია ამბროლაურშიც და კვლავ თოვს. გადავინაცვლოთ ახალციხეში, სადაც უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და 2 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა. რაც შეეხება ბორჯომს, აქ 0 გრადუსი შენარჩუნდება. ბაკურიაში -3 გრადუსი იქნება დაფიქსირებული. გორში მოღრუბლული ამინდი გელოდებათ დღეს და 2 გრადუსი. რაც შეეხება ცხინვალს, აქაც მოღრუბლული ამინდია და 0 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა. სტეფანწმინდაში -3 გრადუსი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება მოსალოდნელი. -8 გრადუსია გუდაურშიც. თელავში 4 გრადუსამდე თბება ჰაერი, რაც შეეხება რუსთავს, 6 გრადუსი შენარჩუნდება. გადავინაცვლოთ ჩვენს დედაქალაქში, სადაც უმეტესად ღრუბლიან ამინდს გვიწინასწარმეტყველებენ სინოპტიკოსები და 5 გრადუსი შენარჩუნდება დღის განმავლობაში. აი ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი ჯერ არ გათენებულა და აი ასე გამოიყოფა. სხვათა შორის ხეთს ეტყობა ხოლმე, როცა ცივა ქალაქში, ღრუბლის ნასახი არ არის, მაგრამ და რაღაცნაირად კადრსაც რომ შეხედავ, მიხვდები რომ ყინავს ახლა გარეთ. ამ მომენტშიც -4 გრადუსია და ხოც ასე ამოვნო არ იყო დილით სახლიდან გამოსვლა, მაგრამ დათბება. იანვარია უნდა შევეგუოთ.